ადამიანი, ვინც განსასწრებს აშინახართ, პატიმრები მინდა აუცილებლად მოვიკითხო და დღეს განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი, ემიგრაციაში მყოფი ქართველი და კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ამერიკაში ხართ და აბსოლუტურად ყველა ემიგრანტი. იმიტომ რომ დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, იმიტომ რომ ესეთი იშვიათი გამონაკლისები ჩემ გადაცემაში არის ძალიან ცოტა, იმიტომ რომ აი ესეთი საპატივცემულო სტუმარი იშვიათად აი ესეთი შორიდან რომ სტუმარი მოდის აი არ გამოვტოვე არაფერი რომ მეთქი ოღონდ მამათომა მოვიდეს ჩემთან მეთქი და მეტი არ გინდა თქვა ძალიან მიხარია რომ ეს ადამიანის შორიდან ძალიან ბევრი მსმენია მამათომას შესახებ და დღეს აი აქ სტუდიაში თქვენთვის რო არ გამეცნდა რო არ მეჩვენებინა არ შეიძლება დეკანოზი თომა ბეკურიშვილი რომელიც ძალიან ბევრ სხვა წლშია ამერიკაში 2006 წლიდან არის წარმოიდგინეთ იქ და ჩვენ ქართველებს ძალიან ბევრ ამის უკეთებს და ბევრ ამის აკეთებს იმისათვის ჩვენი ეკლესია თვითონ იქაური სხვა მღვდლებიც ყველა მოძღვრები ის ადამიანები ვინც იქ მსახურობენ და მამაოს გვერდში უდგანა ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და მე ამასთან შედარებით რო არ ვკითხო ჯერ როგორც მღვდელს და თან როგორც ემიგრანტსაც მინდა გავესაუბრო იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად გონია ესე შორიდა რომ ყველაფერი იქ იავარდით არის სადღაც მოფენილი და შეიძლება ეგრე არ იყოს თლა და მამაო მე სირთულეები იცის აღსარებებიდან იმიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი მიდის ხოლმე ბევრი ადამიანს ეხმარება რაღაც ბევრი ადამიანს აქვს იქ გაჭირვება და მე ამასთან დაკავშირებით ვკითხავ ბევრს და არ მინდა რომ ჩვენ ძვირფასით რომ დავკარგო და მინდა რომ სულ ისაუბროს მამა თომამ იმიტომ რომ ამერიკიდან გახლავთ ჩამობძანებული და დაგლოცეთ მამაო დიდ მადლობას მოგახსენეთ პირველ რიგში რომ მობძანდით ესეთი საპატივცემო სტუმარი ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს ხოლმე და მადლობა ამისათვის მერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის იმ შესაძლებლობისთვის რომ ამდენ ხალხს ესე ვთქვათ რაღაცნაირად მივაწვდი იმ ინფორმაციას რაც შეეხება კანადას, კანადის იმიგრაციის, კანადაში არსებული ეკლესიის შესახებ. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მე ვარ ესე ვთქვათ ამერიკის ეპარქიიდან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიიდან, რომელშიც შედის კანადა, ჩვენი ყოვლადო სამღვდელოესი მეუფე საბასთან მსახურობ, ესე ვთქვათ და კანადაში რამდენიმე სამრევლოს წინამძღვარი ვარ. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემ სანატრელ და საყვარელ საქართველოს იმ ადამიანებს, ვინც დღეს თქვენ გისმენთ, ვინც ყოველთვის გისმენთ და მინდოდა რომ რაღაცნაირად ის ჩემი გულის ტკივილი, ჩემი სიხარული, სიყვარული რაღაცნაირად გადმომეცა თქვენთვის, რაც იმიგრაციაში შევიძინე, როგორც თქვენ ბრძანეთ არა როგორც მარტო მღვდელმა, არამედ როგორც იმიგრანტმა, რომელმაც გაიარა ეს ტკივილი განსაცდელები, ყველაფერი თავიდან დავიწყეთ, ცხოვრება ახლიდან დავიწყეთ ჩვენ და ჩემმა ოჯახმა. ასე ვთქვათ და დავფუძნდით ტორონტოში, კანადაში, აღმოსავლეთ ნაწილში და იქ დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, ცხოვრება, იმიგრაციული ცხოვრება და შემდგომ უკვე სამღვდელო ცხოვრებაც კი. და მადლობა მეუფე საბას, რომელმაც ხელი დამასხა მე ამერიკაში, წმინდა ნინოს მონასტერში და ასევე მინდა დიდი მადლობა მეუფე დიმიტრის მოუხადო, რომელმაც მე უცხოური ეკლესიიდან გადმომიყვანა ქართულ ეკლესიაში. რადგანაც მე თავიდან არ მსახურობდი ქართულ ეკლესიაში. ეს არის ძალიან დიდი მადლი, რომ ემსახურო შენ ქვეყანას, არა შენ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მღვდელი ხდება არა მარტო მღვდელი, არამედ ესე ვთქვათ საზოგადო მოღვაწე. ხდები შენ დიასპორის უფროსი, ხდები სკოლის უფროსი, ხდები ღონისძიებები, კონცერტები, ყველაფერი ესე ვთქვათ ხდება ეკლესიის გარშემო, ეკლესიის წიაღში, ძირითადად, რა თქმა უნდა არის სხვა ანსამბლები და ესე ვთქვათ ჯგუფები რომლებშიც გაერთიანებულები არიან ბევრი ქართველები, მაგრამ ძირითადად მაინც არის ყველაფერი ეკლესიის გარშემო გაერთიანებული. სხვა შორის ძალიან დიდი ღვაწლი და ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ამისთვის მეუფე საბას. ამერიკის ტერიტორიაზე უკვე ძალიან დიდი რაოდენობით ეკლესიები და სამღვდელო პირები არიან და ასევე კანადაში ბევრჯერ მოგზაურობს, ჩამოდის ჩვენ ესე ვთქვათ მრევლს ამხნევებს, აძლიერებს და აყენებს თავის გზაზე და ჩვენ კიდევ თითოეული ჩვენთაგანი მღვდელი იქ მსახურობთ, ემსახურებით არა ესე ვთქვათ
მარტო ეკლესიას, არამედ თითოეულ ადამიანს ვემსახურებთ. მინდოდა იმის თქმა, რომ ღვთელი იქ როდესაც ჩადის თქვათ ემიგრაციაში იმ ადამიანისთვის, რომელიც იყო თავიდან იმიგრანტი, იმისთვის უფრო ადვილია და შემდგომ შეიქმნა იქ ღვთელი, რადგან იმანიცის ყველა განსაცდელი როგორც იმიგრანტმა. და მე შემდგომში მოსული ყველა იმიგრანტი ეკლესიაში ღვთელს უკვე აქვს იმის საშუალება, რომ რაღაცნაირად დაეხმაროს იმის იმიგრაციულ პრობლემებში, ფინანსური პრობლემები არის თუ სამსახურებრივი პრობლემებია და ასევე რა თქმა უნდა სულიერი პრობლემები. კიდევ ერთხელ მადლობა. რასაუბრობ, მადლობა პირიქით თქვენ მამა, მადლობა მინდა აუცილებლად მოვახსენო იმ მამებს, მეუფის რა თქმა უნდა თავარია რომ მეუფემ რაღაცნაირად ისე აი ამ ყველაფერში დიდი მონაწილეობა მიიღო, დიდი ღვაწლი აქვს და დიდი მადლობა მინდა რომ მეუფეს დიახ მეუფე და მეუფე რომ აკურთხეს მაშინ მახსოვს რომ იმ ეპარქიაში კი არა და საერთოდ ის ეპარქია ნორმალურად არ იყო ჩამოყალიბებული და დიდი მადლობა მეუფე საბას, მეუფე დიმიტრის რომ აი ესეთ ღვაწლში არიან, იმიტომ რომ თითოეული ქართველისათვის არის ძალიან დიდი აი ელჩი ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ აი სულიერების ელჩები ხართ თქვენ და დიდი მადლობა მამო ამისათვის, იმ ღვაწლისათვის. მეუფეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ მოღვაწეობს, იმიტომ რომ ურთულესი არის ის ადამიანები არიან ძალიან სათუთად მოსაპყრობი ხალხი არიან და მათი სული ეხლა როგორი ტკივილის ქვეშ არის უკვე ვიცი და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით ხა ელჩობაზე გამახსენდა ჩვენ ეხლა ეთერს იქითაც ვისაუბრეთ და შეიძლება არის ხოლმე რომ ბევრი პრობლემებით მოგმართავთ ხოლმე ამას წინათ იყო მამა მაგალითად გარდაიცვალა ქართველი რამოდენიმე და სულ ყოველთვის მე მღვდლებს სასულიერო პირებს თხოვ ხოლმე იგი და ყოველთვის გეხმარებიან ხოლმე გადმოსვენება რაღაცა რო ხდება ხოლმე თქვენთანაც ალბათ იქნებოდა ხომ მსგავსი რაღაცეები და თუ არის ხოლმე იმიტომ რომ ანუ ყველას გონია მამაო რომ იქ რომ მიდის ვიღაცა უბრალოდ მარტო რაღაცა აეწყო და იქიდან უნდა გზავნოს რაღაცა მატერიალს ესე არ არის და ესე რო არ არის და თან აი საქართველოდანაც მინდა რომ არავინ ბევრი აღარ წავიდეს ხო რაღაცნაირად აი ამერიკაში წავიდა იცი რა გაუმართლა ძალიან მაგრა არის და ესე არ არის ხო და თუ შეიძლება რომ აი მასთან დაკავშირებით აი თქვენ როგორც მოძღვარ შეხება რომ გაქვთ რომ ისაუბროთ ესეთი სიტუაცია დღევანდელ დღეს კანადაში ჯერ ერთი ძალიან ცოტა ქართველი იმიგრანტია შედარებით ამერიკასთან. იმის 5%-იც არ არის, რაც ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან. დაახლოებით 10-15,000 ქართველი არის ტორონტოს გარშემო და მერე არის მონრეალი, კალგარი, კვებეკის პროვინცია და იქით კი ვანკუვერის პროვინცია და თვითონ ქალაქი ვანკუვერი. დაახლოებით კიდევ ერთი 2,000 ადამიანი არის იმ პროვინციებში და იმ ქალაქებში. მაგრამ ძირითადი მასა მაინც ტორონტოში არის. თქვათ 15,000 კაცი არის, ხო? უზარმაზარი მეგაპოლისი არის, 8 მილიონი კაცი ცხოვრობს იმ მეგაპოლისში. ყველანაირი რჯულის ადამიანები არიან დღევანდელ დღეს. ადრე კანადა იყო ქრისტიანული ქვეყანა, ძირითადად კათოლიკები და ანგლიკანები იყვნენ. დღევანდელ დღეს ძალიან დიდი რაოდენობით არის აზიური მოსახლეობა, დაახლოებით 2 მილიონი კაცი შემოვიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, იქიდან 80% არის ინდოეთიდან შემოსულები, რომლებიც ტორონტოში ფუძნდებიან. არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ადამიანებთან, მაგრამ სხვანაირი კულტურა, სხვანაირი აღქმა, რელიგია, რა თქმა უნდა, ახლა იქ რელიგიას იმდენად ყურადღებას აღარ აქცევენ, იმიტომ რომ გლობალიზაციის ერთ-ერთი დიდი ქალაქი და ქვეყანაა. ამიტომ თუ ხალხი ფიქრობს, რომ იქ ჩადის ევროპულ ქვეყანაში ან ძალიან ცდებიან. თან მით უმეტეს ისეთ ადგილას უნდა დაფუძნდნენ, სადაც სამსახურებია და სადაც სამსახურებია იქ არის ძირითადად ყველანაირი ადამიანი, ყველა დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები. ამას უნდა ვითვალისწინებდეთ. შემდგომ კოვიდის შემდგომ ძალიან გაფუჭდა სიტუაცია, ფინანსური სიტუაცია, სამუშაოების მხრივ, შემოსავლების მხრივ. ეს ძირითადად კანადაზე ვსაუბრობ, ამერიკაზე მაქვს დიდი ინფორმაცია, მაგრამ ალბათ ამას უკვე სხვა ეთერი სჭირდება და სხვა მოძღვარი სჭირდება, რომ სხვა მოძღვარმა აგიხსნათ და კანადაში
ძირითადად მთელი ეკონომიკა დაფუძნებული არის მშენებლობებზე. და კოვიდის შემდგომ ეს მშენებლობები გაჩერდა. დღევანდელ დღეს ის ქართველები, რომლებიც ბანკში სდებენ თავის სახლებს, თავის ყველანაირ ქონებას, რომ წავიდნენ კანადაში, ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, იმიტომ რომ სამსახურები თითქმის არ არის. ძალიან წვალობს იქაური იმიგრაცია, ქართველი იმიგრაცია მით უმეტეს. ინგლისური გჭირდება აუცილებლად, რომ კარგი სამსახური იპოვო, თუ არა და გიწევს ტაქსზე მუშაობა. ან გიწევს შავი სამსახური დავარქვათ თქვათ მშენებლობა, ჩაქუჩი, ხერხი და ეს ლამაზია, კარგია, მეც მომწონს მშენებლობაზე მუშაობა, მაგრამ -35-ში რო გადიხარ და +40-ში რო გადიხარ. ჯანმრთელობას იწირავს. სასწაული, ესე ვთქვათ, სასწაული ჯანმრთელობა უნდა გქონდეს, რომ იმუშაო. ამიტომ მე მაგალითად დღევანდელ დღეს ყველას მოუწოდებდი, რომ კანადისკენ ცოტა ხანი მაინც გაიხედებით, იმიტომ რომ იმხელა განსაცდელია. თვითონ იქაურ ქართველს აქვს უზარმაზარი განსაცდელი. კი, იძახიან, აი ამ ადამიანს გაუმართლა იმას 2 მანქანა ყავს, იმას სახლი აქვს, მაგრამ 1000-ში შეიძლება სულ იყოს ესეთი 10 კაცი, 10 ადამიანი, 10 მანდილოსანი. რა თქმა უნდა, არის ძალიან მწოდნე ადამიანები ჩამოდიან. ახლა რამდენიმე ადამიანი ახლა ერთი გახდა ადვოკატი გახდა, მეორე ექიმი გახდა, მაგრამ ესეთები არიან სულ ესე ვთქვათ 10 თითზე ჩამოვთვლი ამ ადამიანებს, ამ წარმატებულ ადამიანებს. ძირითადად არის პრობლემა იმისა, რომ საცხოვრებელი ღირს ძალიან დიდი თანხები და მე როდესაც მირეკავენ, ვისაც უნდა წამოსვლა საქართველოსდან კანადაში, მეუბნებიან, მამაო, რა ვქნათ, რომ წამოვიდეთ, რამდენი გვექნება ხელფასი. და ყოველთვის ვეუბნები, რომ კითხულობთ იმას, ხელფასი რამდენი გექნებათ. იკითხეთ ის, რომ ხარჯების შემდგომ რამდენი დაგრჩებათ, რომ გაგზავნოთ საქართველოში, ან თქვენი თავი გამოკვებოთ აქ. წარმოიდგინეთ ერთი ბინა რო იქირაო, თუ არ ქირაობ სადღაც ესე ვთქვათ, პადუალში რაღაც ნესტიან ოთახს, რომელიც ღირს $1000 თვეში, სახლი რო იქირაო კორპუსში იქირაო ბინა, $2300-3000 მინიმუმ ჯდება. ეს თანხა რომ აინაზღაურო, ვინ უნდა იმუშაო დაახლოებით 2-3 კვირა. 3 კვირა, 1 კვირა დაახლოებით გრჩება იმისთვის, რომ აინაზღაურო თანხა, საჭმელი, ტასაცმელი, დაზღვევა, მანქანის დაზღვევა ძალიან დიდია, შეიძლება 400-დან $1000-მდე იყოს თვეში და აუცილებელია, მანქანა აუცილებელია მით უმეტეს კანადაში. არიან ახლა ბევრი ქართველები, ვისაც მანქანა არ აყავთ, ზუსტად მაგის გამო. საჭმელი არ არის იაფი, ძალიან ძვირი არის, კომუნალური გადასახადები ძვირია. ყველაფერი არის სასტიკად ძვირი, კატასტროფულად ძვირი. ამიტომ დღევანდელ დღეს მომავალი 2-3 წელი ჯობია არც იფიქროთ, იმიტომ რომ ის თქვენი ჩადებული სახლები დაკარგული გექნებათ. ეს არის ჩემი რჩევა არა მარტო როგორც მოძღვრის, არამედ როგორც იმიგრანტის. მე თვითონა ვარ ეგეთ პრობლემაში, მე თვითონ მაქვს ესეთი ამხელა გადასახადები, უბრალოდ მე ყველანაირად ვცდილობ, მეკითხებიან მამაო ვის ხარჯზე ცხოვრობს. მამაო მუშაობს დაახლოებით 30 წელი კომპიუტერებში და ვიყავი დიდი კომპანიების დირექტორები, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი რამდენიმე კომპანიაში და ეხლაც მუშაობ ერთ-ერთ დიდ იმიგრაციულ კომპანიაში. მე თვითონ ვინახავ ჩემ თავს, მაგრამ მე აქედან უკვე წავედი მომზადებული. მუშაობდი მაგთიში, თელაში, ახალქსელებში და რო წავედი უკვე დამხვდა იქ სამსახური, მაგრამ ეგეთი მომზადებული ადამიანი ძალიან იშვიათად ჩადის. თან წლები მამაო სხვა იყო, ეხა უკვე სხვა წლები იყო, დიახ. 2006 წელს და ეხა ვერშია. არ არის არანაირი შედარება არ არის. 2006, 7, 8 წელი იყო ეკონომიკის აღზევება იყო კანადაში. და ვინც მაშინ ჩამოვიდა, მაშინ დაახლოებით 2000 ქართველი ცხოვრობდა მაშინ მთელ კანადაში, დღეს ძალიან კარგად არიან. მაგრამ დღევანდელ დღეს ჩამოსულ იმიგრანტებს ძალიან უჭირთ. არა მარტო ფინანსურად, არამედ სულიერად. იმიტომ რომ ადრე კანადელები იყვნენ. მე მახსოვს ის დრო, როდესაც დავდიოდით ქუჩაში, მაღაზიაში, ყველა იცინოდა, ყველა იღიმებოდა, ყველას უხაროდა იმიგრანტების მიღება. ყველას.
ამერიკასგან განსხვავებით, მაგალითად, შენ კანადაში არ განგსჯიან იმის გამო, რომ არასწორი ინტონაციით საუბრობ. ამერიკაში არ არის ესე. ამერიკაში ცოტა ნაციონალურად უყურებენ ამას და დასცინიან ადამიანებს, კანადელებსაც კი დასცინიან, რომ როგორ საუბრობ. დიახ. და ეხლა შენ გადაწყვიტე, წახვედე ისეთ ეკონომიკაში, სადაც ძალიან დიდი პრობლემები თვითონ კანადელებს გააჩნიათ, რა თქმა უნდა, შენი წარმატება არის ყველაზე ახლოს ნოლთან. ამიტომ უნდა ბევრჯერ დაფიქრდე, მანამდე ისეთ კრიტიკულ ნაბიჯებს გადადგავ, რომელიც შენ ჩაგაგდებს ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში შენ საქართველოში. მაგრამ აი თქვენ რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ეხლა აი ვინც ემიგრანტობაზე ფიქრობს, ვინც ფიქრობს, რომ აი აქ ამოწურულია ყველაფერი და მე უნდა წავიდე, სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ბოროტი ყველაფერს აკეთებს იმის გამო, რომ საქართველო დაიცალოს, მამაო და სხვებმა შეავსო რა, ჩვენი ადგილი და აი ამ შემთხვევაში მამაო, რას ურჩევთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანს ეხლა იმოქმედებს ეს ყველაფერი და თუ შეიძლება როგორც მოძღვარმაც რო უთხრათ, როგორც ემიგრანტმაც და როგორც ის რომ აი როგორ უნდა დაიტიონ ის ტვირთი, იმიტომ რომ ძალიან რთული პირობებია დღეს აქაც რა. მინდოდა ესე ამეხსნა, ესე პირველ რიგში ამეხსნა როგორც იმიგრანტის შეხედულებით. ეხლა სულიერი კუთხით. სულიერი კუთხით მინდა ახსნა, ცოტა სხვანაირად ახსნი, მაგალითად თქვენ აქ რო ცხოვრობთ, ყავთ ნათესავები, მეგობრები, ამხანაგები, ბიძაშვილები, ეს ყველაფერი ვიღაცას დაეყრდნობი. სულ არაფერი არ გქონდეს, უპუროთ არ დარჩები. ეს ყველაფერი, როდესაც მიდიხარ იმიგრაციაში, ქრება. უმეტეს ადამიანს, ვინც ჩამოდის ემიგრაციაში, ცდილობენ, რომ ნახონ ნათესავები, ამხანაგები იქ, მაგრამ ესეთები არ არიან ბევრი, 1-2 ადამიანი, მე იქ ნახულობს, რა თქმა უნდა, თავის საამხანაგო წრეს, სანათესავო წრევს, მაგრამ პირველი წლები, როდესაც ადამიანი მიდის, 99% წასული ქართველი და ეს პირდაპირ ურტყავს სულიერებას, 99% წასული აქედან ქართველი კანადაში, იმათ გონიათ, რომ მიდიან ისეთი საბუთებით, როდესაც შეუძლიათ იმუშაონ. ფიზიკურად ეს არ არსებობს. ეს ამათ ატყუებენ ამ ადამიანებს უმეტესობას, ეს ადამიანები მიდიან ესე ვთქვათ ტურისტული ვიზით. ტურისტული ვიზით შეგიძლია გაჩერდე მარტო მაქსიმუმ 6 თვე, უნდა გამოხვიდე, მერე კიდევ შეგიძლია შეხვიდე, რა თქმა უნდა, მაგრამ არანაირი მუშაობის უფლება არ გაგაჩნია, არანაირი დაზღვევა არ გაქვს, უნდა გააკეთო რაღაც ტურისტული დაზღვევა, რაღაცა დაგემართა, საშინელ ხარჯში გადავარდები, ღმერთმა დაიფაროს, რომ მიგიყვანონ, ესე ვთქვათ, საავადმყოფოში. ესე იგი, იმის გამო, რომ დაიტოვოს ქართველი კანადამ, ქართველმა უნდა განაცხადოს, რომ მის ქვეყანაში სდევნია. სდევნის სახელმწიფო სისტემა, ადამიანები და ესე ვთქვათ, ბარდებიან ლტოლვილად. ეხლა მე არავის არ გამსჯი, ყველა ძალიან ბევრი ამხანაგები, მეგობრები მყავს ის ადამიანები, ვინც ჩაბარდნენ ლტოლვილებად და ჩვენი უმეტესობა მრევლი ესე არის, ჩაბარებული არის ეს ადამიანები ლტოლვილად კანადაში. და ძალიან კარგი ხალხია, სასწაული ადამიანები არიან. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩაბარდი, მინდა ეს პროცესი ახსნა. ჩაბარდი ლტოლვილად, შენ ფიზიკურად კანადის მთავრობა გეუბნება, რომ შენ უფლება არ აქვს დაუბრუნდე საქართველოში, მანამდე არ აიღებ კანადის პასპორტს. და მერე შეიძლება პრობლემები შეგექმნას. კანადის პასპორტის აღებამდე შეიძლება გაგრძელდეს 4, 8, 10, 15 წელი. წარმოიდგინე. დაკარგული. ფიზიკურად შენ თუ ყავს ოჯახი, შვილები, მეუღლე, შენ იმ ხალხს ვერ ხედავ. შობლები ავადმყოფიან ცოცხალი ჯანმრთელი, შენ იმ ხალხს ვერ ხედავ, რატო? შენ უფლება არ აქვს ჯერ ერთი, მანამდე რამე საბუთს მიიღებ, შეიძლება 4 წელი გაგრძელდეს ეგ, გამოხვიდე კანადიდან. რადგანაც კანადიდან გამოსვლა უსაბუთოდ ნიშნავს, რომ კანადაში აღარ შეგიშვებენ. ამ ადამიანებს უკვე გადახდილიათ უზარმაზარი რაოდენობით თანხები. უზარმაზარი რაოდენობით. შეიძლება 10, 15, 20, 30, 40, მე მინახია $100,000 აქვს გადახდილი ადამიანს და ეხლა თქვენ იტყვით, როგორ გადაიხადა თუ არ მუშაობს, ვალით, სესხით და მე იმას ისტუმრებს 10 წლის განმავლობაში. და იმ სესხებით ცდილობს, რომ რაღაცნაირად დარჩეს იქ და ეს წლები არის უოჯახოდ, უშვილოდ
ესე ვთქვათ, მშობლებს ვერ ჩაეხუტება, ვერ მოეფერება, ვერანაირად ვერ გამოდის. ეს თანხა აქვს, იმდენი თანხა გადახდილი, რომ იმ თანხის გამო ვერ ტოვებს ქვეყანას. მეორე, როდესაც აიღებს იმ მუდმივ მაცხოვრებლების ესე ვთქვათ, PR კარტა ქვია ესეთი რაღაცა, permanent resident card. PR კარტას. PR კარტითაც გამოსვლა, საქართველოში ჩამოსვლა არ შეიძლება თუ ხარ ჩაბარებული, იმიტომ რომ შენ ეგრევე უკან დაბრუნებისას სახელმწიფო გიქმნის პრობლემას შეიძლება არ შეგიშვა, შეიძლება დეპორტაცია გაგიკეთოს. რატო? იმიტომ რომ შენ აცხადებ, რომ შენ გდევნის საქართველოს და უცაბედად ჩადიხარ საქართველოში, ყველას გაუფრთხილებლად და ეს გეკრძალება. სინამდვილეში სახელმწიფო გიგრძალავს. და ხვდებიან ისინი. და ხვდებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა მით უმეტეს გლობალიზაცია არის და გლობალური პასპორტებია, სადაც შედიხარ, გამოდიხარ, ეხლა ბეჭდებსაც აღარ არტყავენ პასპორტში. პირდაპირ გადაეცემა ინფორმაცია, რომ პირდაპირ ხედავს კანადის ესე ვთქვა საზაზღვრო ჯარისკაცი ან პოლიციელი, რომ შენ იყავი საქართველოში. დაკითხვა იწყება შენი, შეიძლება გამოგადეპორტონ, შეიძლება წაგართონ საბუთები და დაკარგონ მთელი ის თანხები, რაც გადაიხადა. ამიტომ აღარ რისკავს ამიტომ ხალხი რომ ჩამოვიდეს აქ და რჩება 8 წელი, ზოგი 10 წელი. მე მინახავს ადამიანები 15-20 წელი უსაბუთოდ კანადაში, თუმცა კანადაში უფრო მეტს აქვს საბუთები ვიდრე ამერიკაში. იმიტომ რომ ჩაბარება ესე ვთქვათ, ჩაბარება იბარებს ადამიანს და მე არის ასევე სასამართლო. 50-50 ან გამოგადეპორტებს, ან დაკტოვებს სახელმწიფო. თუ გამოგადეპორტა, ის ფული დაკარგული გაქვს. და ყველა ესე ვთქვათ შემთხვევაში შენის ფული გადახდილი გაქვს. მაგალითად მე ყოფილი ვარ ისეთ როდესაც წავედი ვეხმარებოდი ჩვენ იმიგრანტებს და მოვიდა ადვოკატი და ადვოკატმა უთხრა რომ მე რო ნახევარი საათი დავესწრო სადეპორტაციო სხდომას, ანუ სასამართლოს უნდა გადამიხადო $4,000, თუ გამოგიყვანე, თუ ვერ გამოგიყვანე $2,000. ნახევარი საათი. ნახევარ საათში იღებს ამხელა თანხას. არაფერი გასაკვირი არ არის და არაფერი დასაძრახი არ არის იმ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ის ადამიანი ეს თანხებს აკეთებს, ის ადვოკატი. და ბევრი ადამიანები, ბევრი ადვოკატები ეხმარებიან, რა თქმა უნდა, ქართველებს, რომ სასწაული თანხები ჯდება ეს. და ეს ვის აკლდება, იცი? ეს აკლდება ოჯახს, შვილებს, მეუღლეს და საქართველოს, რა თქმა უნდა. და ეს იწელება ძალიან დიდი წლების განმავლობაში. ამიტომ მე ყველას ვთხოვ, სულიერების გაღმა არის კიდევ ფინანსური მდგომარეობები, რომლის გამოც ვერ მიდიხარ საქართველოში და ესე ვთქვათ იჭედები საზღვარგარეთ ბევრი წლების განმავლობაში. და აი ეს არის ზუსტად ის სულიერებაც, არა გაქვს არანაირი ურთიერთობა შენ ახლობლებთან, ნათესავებთან, ოჯახთან, მშობლებთან. მამაო, სულიერებაზე აი ის სულიერი თონე მამაო არის საერთოდ. აი ვინმეს ღმერთი ახსოვს იქ, იმიტომ რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა თვითონ ყველგან აბსოლუტურად ისეთი მაგხრივ და აი სულიერება იკლებს ძალიანო და აი მანდ რა დონეზე საერთოდ არის დონე საერთოდ რამე თუ არის ისეთი რომ კანადელებში აი ასე აგიხსნით კანადურ ეკლესიებში მაგალითად ანგლიკანური ეკლესიები 20 წლის განმავლობაში 500 ეკლესიიდან გახდა 177 ეკლესია. რატო? იმიტომ რომ კანადურ ეკლესიაში მღვდლებს უფლება არ აქვს ესაუბრონ მანდილოსებს და ბავშვებს ერთ-ერთს ესე ვთქვათ. და ეს იმდენად იკლებს ურთიერთობა ადამიანის სასულიერო პირის მრევლთან, რომ დღევანდელ დღეს ანგლიკანურ ეკლესიებში არის 80 წლის ხალხი, ადამიანები, მოხუცები. და ეს მოხუცებიც რომ გარდაიცვლებიან, ეს ეკლესიები იხურება. ეკლესიები იხურება და იყიდება მუსულმანებზე, ინდუსებზე, ჩინელებზე, კორეელებზე და სხვა რჯულის ხალხზე. ეხლა რაც შეეხება სულიერებას არ ვიძახით, რომ სულიერება აქვს მარტო ქრისტიანებს, ხო? სულიერება შეიძლება ქონდეს სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულიერება არის, რომ ფიქრობ ღმერთის, ესე ვთქვათ, ღმერთთან ურთიერთობაზე. ჩვენ თუ ვიტყვით, მოდი თავი დავანებოთ იმ ასპექტს, რომ ჩვენი სარწმუნოება მართლმადიდებლობა არის ერთადერთი სარწმუნოება, რომელიც აი ჭეშმარიტი, რომ არ გაიგონ არასწორად, ხა მაგას არასწორად რო არ გაიგონ, დიახ.
ეგ მინდა გავაკეთო მაგრამ ეკუმენისტური მოძვაწყობთ არ ეგონოთ აბსოლუტურად მე უბრალოდ ვამბობთ რომ მდგომარეობა ადამიანის როცა უნდა რომ სადღაც მივიდეს ხო აბსოლუტურად რადგანაც ტორონტოში, ვანკუვერში და მონრეალში ყველაზე დიდი ცენტრები სადაც არის, კალგარიში 4 დიდი ქალაქი არის. 30-40% უკვე არიან ინდუსები და მუსულმანები. თანაც ძალიან მორწმუნე. წარმოიდგინეთ, ისეთი მორწმუნე, რომ ქუჩა იკეტება, ყველა მუხლებზე დგებიან და ლოცულობენ. და ეს ხდება დაუნტაუნში, ესე თქვა, ცენტრში რო წახვიდეთ თბილისის ცენტრში და ალბათ არ ვიცი ხდება ეგაც ხდება ალბათ უკვე საქართველოშიც იქ ჩვეულებრივი ამბავია რომ გადაიკეთოს ქუჩა და ქუჩაზე დადგნენ ილოცონ მუხლებზე დადგომილები და ლოცულობდნენ პატარა ხალიჩებს გაშლიან იქვე ლოცულობენ სულიერება ესეთ ხალხთან სხვათა შორის ურთიერთობა შეიძლება იმიტომ რომ იმათ რაღაცას სწამთ ადამიანს ვისაც რაღაცას სწამს შეგიძლია ჩვეულებრივად ადამიანად იურთიერთობო თუმცა არიან სხვა რელიგიის წარმომადგენლები. მაგრამ არის კიდევ ესეთი სიტუაცია, როდესაც ძველი კანადელები უკვე თვითონ ტორონტოდან გარდიან. იმიტომ რომ ვერ ეგუებიან ამდენ რაოდენობას იმიგრაციის. მე რო ჩავედი კანადაში, იყო 32 მილიონი კაცი. დღეს არის 42 მილიონი კაცი. შობადობა არის 0.78. ყველაზე ბოლო, მე მგონი სინგაპურის შემდგომ, თუ არ ვცდები. და მაგის გამო იძულებულია კანადა შემოიყვანოს უდიდესი რაოდენობით იმიგრაცია. და უმეტესობა ესენი შემოდიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები. თუმცა ახლა მე კი მღვდელი ვარ, მაგრამ მყავს ბევრი ამხანაგები მყავს, მაგალითად მუსულმანები. რომლებიც არიან ძალიან, ესე ვთქვათ, სიტყვის პატრონები, თავის სიტყვის პატრონი, ხო? უფრო ადვილია მათთან ურთიერთობა, ვიდრე ათეისტ ადამიანებთან. ხო, რა თქმა უნდა. უფრო ადვილია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რადგანაც ის თავის სიტყვას დაიცავს, იმიტომ რომ ეშინია რისთვისაც ლოცულობს, იმისი ეშინია. ხვდებით? და სულიერება, ახლა როგორც ვთქვათ, რომ მართლმადიდებლური სულიერება ძალიან არ ჩანს, იმიტომ რომ მართლმადიდებლები არიან დაახლოებით 3% მთელ კანადაში. 3% უმეტესობა არის, ესე ვთქვათ, უკრაინელები, რუსები, სერბები, პოლონელები, რუმინელები და ახლა უკვე ქართველები მოვდივართ ესე ვთქვათ და ბერძნები, რა თქმა უნდა. უკრაინელები, ბერძნები, რუსები. თვითონ კანადელები არ არიან, აი ეს არ მოგინათლავთ ამ წლის მანძილზე. კი, ძალიან ბევრი კანადელი მოგვინათლავს. აურა მაგარია. პროტესტანტი კანადელი მოგვინათლავს, ამერიკელებიც მოგვინათლავს და აი წელს მაგალითად მომნათლეს 3 ირანელი მომნათლე. აურა მაგარია. თუ დაგაინტერესდა შემდგომ მოსიარულენი, რომ აი მასიარებლები. ესენი უფრო მაგარი, როგორ ვთქვა, პროზელიტებია, თუ უფრო მეტი მორწმუნეები არიან, კონვერტს ეძახიან მაგათ. რადგანაც კონვერტაცია გააკეთეს თავისი რწმენიდან, ის მუსულმანებიც და ის კათოლიკებიც და ანგლიკანებიც უფრო მაგარი მორწმუნეები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ. მყარი. უფრო მეც კითხულობენ. აი ბავშვები არიან, სასწაული ბავშვები მყავს, ესე ვთქვათ, უნგრელი, ირლანდიელი ბავშვი მყავს, ბავშვი ეძახი 21-22 წლის არის, მაგრამ იმდენს კითხულობს, რომ შეიძლება ესე ვთქვათ, საშუალო დონის განათლებულ მართლმადიდებელს არ ქონდეს მაგდენი წიგნები წაკითხული მართლმადიდებლობაზე და მართლმადიდებლურ ჯულზე. ამიტომ როცა ვიზახით მართლმადიდებლური სარწმუნოება რამდენია და ესე ვთქვათ, გრძნობა, ხო, ძალიან იშვიათად ჩანს, მაგრამ რადგანაც თვითონ ძალიან ცოტა არიან მართლმადიდებლები, ძალიან დიდი რაოდენობით ახლა მაგალითად ინდუსები და მუსულმანები, კანადელები იმდენად აღარ აჩვენენ, რადგანაც გადიან კანადის ტორონტოს გარშემო, არ მოსწონთ ესე ვთქვათ ეს იმიგრაცია, ძალიან არ მოსწონთ ეს უცხო იმიგრაცია და სხვათა შორის ძალიან კარგი ხალხი არიან. აი სოფლებში მივდივართ, კანადელები ძალიან კარგი ხალხია. მართალია ძალიან აი კანონმორჩილი ადამიანები არიან. ჩვენს ეკლესიის გვერდით არის
ჩვენი ეკლესია, ესე ვთქვათ, ტორონტოში ორი ეკლესია გაგვაჩნია, ერთი არის, რომელსაც ვქირავთ, მეორე ეკლესია არის, რომელიც ჩვენი ეკლესია არის. ქართველებმა რაღაც ნაწილი თანხა შევკრიფეთ და ნაწილი სესხი ავიღეთ და იმ სესხს ვიხდით ყოველთვიურად. მაგრამ ორი ეკლესია არის, ერთი ცოტა ახლოს არის ქართველები სადაც ცხოვრობენ, მეორე დაახლოებით 40-45 წუთის სავალზე არის, მაგრამ წარმოიდგინეთ 900 კილომეტრზე რო წახვალ იქ აღარ კითხულობს იქ ეკლესია 20 წუთში გაქვს სავალში თუ 45 წუთში. კი იტყვიან ხოლმე შორი ეკლესია და ახლო ეკლესია და ვეუბნები არ არსებობს ეკლესია შორი და ახლო, იმიტომ რომ სასუფეველი იმდენად შორია ჩვენგან, ჩვენი ცოდვების გამო, რომ ის 45 წუთი შენთვის არის როგორც ერთი წამი ცხოვრებაში. და აი ეს კანადელი მოხუცი ცხოვრობს ჩვენს გვერდით, ცხოვრობდა, რომელიც გარდაიცვალა და ყოველთვის გვეხმარებოდა რაღაცებს მასწავლიდა, რაღაცებს მეუბნებოდა, იქ კანონი როგორია, იქ როგორი ხდება, რანაირად ხდება და ის ადამიანი დონალდი ერქვა და მაგრამ ის ადამიანი ვერ იტანს იმას, რომ აი ესე ღობები არ არის ახლა როგორც იცი კანადაში და მაგის ბალახზე გადახვიდე, მაგისთვის არის ეს წარმოუდგენელი ესე ვთქვათ, კრეხელობა. იმიტომ რომ იმ ბალახზე უვლის, რწყავს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას და ესაც არის კიდევ ის სულიერების ნაწილი, რომ გვიჭირს ქართველებს, როგორ ახლა მეზობელთან შემილია, აქ შევიდეთ, არც დავაკაკუნო, პირდაპირ შევაყარები და შევიდე, ხო? მეზობელთან. არ არსებობს ეგეთი რამე, შემთხვევით რომ გადახვიდე მაგის ესე ვთქვათ ზონაში, შეიძლება გიჩილოს. არა და შენი ამხანაგია ეს კანადელი. ესე თulis თავის თავთ. ესაც ხო სულიერებაზე მოქმედებს ძალიან, ხო? და ეს სირთულეა, მაგრამ თვითონ იზახტა მაგალითად მე ჯვარი დავიწერე ამ ეკლესიაში 1971 წელს, ძალიან მიყვარს ეს ეკლესია, მე დაგეხმარებით რაღაცებს გვეხმარებიან ეს კანადელები. რაღაცა მჭირდება დახმარება, ახლა კიდევ ახალი მეზობელი ყავს, რომელიც ყოველთვის მოდის და გვეხმარება, რაში დაგეხმაროთ, როგორ დაგიდგეთ გვერდში. კარგი ხალხია ეს, რო ვიძახით, რომ დასავლეთის აშინელი ფათესი არ არის. მაგრამ არის გლობალიზაცია და სადაც გლობალიზაცია, სადაც დიდი ქალაქებია, აი იქ ხდება ეს პრობლემები. იქ ხდება, იმიტომ რომ იქ თავმოყრილია ათასობით ნაცია, არავის არ აქვს უკვე თავის კულტურის, ესე ვთქვათ, მიყოლის ან სურვილი, ან ყოველდღიური იგივეს კეთება, რაც საკეთებდა თავის ქვეყანაში. მამო, ძალიან დიდი მადლობა და მე არ მინდა რომ ეს კითხვა გამომჩეს, აუცილებლად მინდა გითხოთ, რომ აი ხა ეგ თქვენ რაც ილაპარაკეთ, ათეულობით მილიონი ადამიანი, 62-82 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხო? მამო, წარმოიდგინეთ, მამო, ჩვენთან 3 მილიონი ადამიანია, რა 3 მილიონამდე ვართ აქ. რამდენად ჩვენთვის სახიფათოა ეს ემიგრანტების ესეთი შემოდინება და რამდენად დაგვიშავებს რაღაც გარკვეული დროის შემდგომ, იმიტომ რომ აი მამა გაბრიელის ამბობს, რომ ქართველსო დევნას დაუწყებო, რომ აი რომელია შეიძლება ვეღარ ნახო საქართველოში ქართველი. იმენად პრობლემა იქნებაო და რამდენად მამა გვიშავებს ეს და რამდენად დაიტევს ჩვენი ქვეყანა ამას, იმიტომ რომ ძირითადად მამა ეხა ჩვენ რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, იტყვიან აი აგრესია გამოხატეთ რაღაცა და არა და რაღაცა არის დასაცავი. თუ შეიძლება მამა უნდა დავიცვათ თუ არა ამისგან თავი, იმიტომ რომ ზოგი ძალიან რბილად უყურებს და მე რა ჩვენ რაც დაგვიშავებენ არაფერი, მაგრამ რაღაცა ვატყობ რომ ის აღარ არის უკვე ის საქართველო როგორიც იყო. მათი შემოდინების შემდგომ რა. მე შემიძლია ესეთი მარტივ კითხვას დაგისვამთ. ის იმ რაიონებში, საქართველოს რაიონებში, სადაც შველი ცხოვრობდა, სადაც ირემი ცხოვრობდა. იმ რაიონებში, სადაც გელი ძალიან გამრავლდა, თქვა, ხო და ასევე ჩვენს ნადირობთ და რაღაცნაირად მე არ ნადირობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანებზე ვიძახი. ნადირობთ და იმ შველს ირემს ვანადგურებთ. რას შვებიან რომ შეინახონ ის ცხოველები? წერენ წითელ წიგნში. ხო. და არის უზარმაზარი გადასახადები, შეიძლება ციხეც იყოს, ხო? რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ის არ დაიკარგოს, რომ არ გაქვეს. მე ყოველთვის უკვე ამას ვიძახი 15 წელია. მე მეცნიერი ადამიანი ვარ. მაქვს 2 დიპლომი, 300 სერტიფიკატი და უზარმაზარ კომპანიებში დიდი ხანია მუშაობ. ციფრების, ესე ვთქვათ, data science, ესეთი ციფრების მეცნიერი ვარ.
და ყოველთვის სტატისტიკა არის ჩემი ესე ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყორითიც ამას ხელმძღვანელობ ერთ-ერთი ხელმძღვანელობ იმით იმიგრაცია თან მე რო იმიგრაციაში მუშაობ რა ხდება მაგალითად კანადურ იმიგრაციაში, ამერიკულ იმიგრაციაში, ქართულ იმიგრაციას პირდაპირ არ ვეხები, მაგრამ მაინტერესებს ეს საკითხი და ყოველთვის ვიკვლევ ამას. წარმოიდგინეთ 2008 წელს ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა მთელი უზარმაზარი საინფორმაციო ბაზების მონაცემების ადმინისტრატორად და იქ მყავდა კანადელი მეგობარი მარკი ერქვა იმ კაცს და იმან ესეთი რაღაცა მითხრა რომ 2008 წელი არის რომ ჩვენ კანადაში ვიღებთო დაახლოებით 500,000 კაცს ყოველ წელს. ესენი არიან ყველა რჯულის იმიგრანტები. არ არის გათვლილი იმაზე. სხვათა შორის ადრე 1972 წლამდე, 73 წლამდე იკრძალებოდა არაევროპელების იმიგრაცია კანადაში. იცით ეგ? იკრძალებოდა არა მე არანაირი ნაციონალური ის არ გამაჩნია რა თეთრი იქნება თუ შავი იქნება თუ შიტელი არ აქვს მნიშვნელობა არანაირი მაგრამ იკრძალებოდა არათეთრი მოსახლეობის იმიგრაცია კანადაში ეს სასწაული იყო თუმცა ძალიან დიდი რაოდენობით შავი მოსახლეობა შემოყავდათ და იცავდნენ ამერიკიდან შემოსულ მოსახლეობას და ეს სხვა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომ რომ იქიდან გამოპარული მონობას გამოპარული ხალხი კანადაში შვებას პაულობდა და დღევანდელ დღეს იმიგრაცია აღარ არის ეგრე რომ მარტო ირლანდიიდან იწვევდნენ საბერძნეთიდან იწვევდნენ ეგრე იყო მარტო ირლანდიიდან იწვევდნენ მაგალითად ან საბერძნეთიდან ინგლისიდან და დღევანდელ დღეს არის ის რომ პრიორიტეტი ეძლევა ინდოეთს და ჩინეთს იმიტომ არის რომ 1,200,000-დან წელიწადში შემოდის 1,200,000 კაცი, იქიდან 800,000 ინდუსში შემოდის. ნახევარი მუსულმანი, ნახევარი ინდო. ეს პირატული გზებით შემოდიან, ხო მამო? ბევრი შემოდის როგორც ვიზიტორი, როგორც ტურისტი და მე რჩება ამ მექანიზმებით, არაკანონიერი მექანიზმებით, თუმცა არავინ არ ასდევნის იმას თავის ქვეყანაში. მაგრამ საწყალი ადამიანი უნდა ალბათ დაიტოვოს იმ ქვეყანა. ეხლა აგიხსნით 2008 წელს რა მითხრა მარკმა. მარკმა ესეთი რაღაც სიტყვა თქვა, მე ვთხარი რომ ამდენი იმიგრაცია რო შემოდის, 32 მილიონი ცხოვრობდა მაშინ. იმიგრაცია რო შემოდის, თითქმის 9 მილიონი ან 800,000 500,000 კაცი შემოდიოდა ოფიციალურად, 300,000 არაოფიციალურად. და მე ისინი ესე ვთქვათ გარდაიქმნებოდნენ ოფიციალურ ხალხად. რამდენიმე მე ვუთხარი პირდაპირ რომ 20 წლის განმავლობაში თუ ესე გაგრძელდა თქვენი კანადური ნაცია აღარ იარსებებს და ესეთ რაღაცას იძახის მარკი რომ არაო შენ გეშლებაო ჩვენო ესეთ რაღაცას ვაკეთებთ რომ შემოყვავს იმიგრანტები ჩვენ გვაქვს აქ დიდი ქვაბიო კანადური ქვაბიო ყველა ეს იმიგრანტი ამ ქვაბში მიდის და ყველა ერთად იხარშება კანადელებთან ერთად აი ეს წარმოიდგინე როგორი ის ქონათ ხო გამართლება ამისი და მე ამ ქვაბიდან ყველა გამოდის კანადელიო მაგასთან მნიშვნელობა არ აქვს ხო ვიცი რომ არ აქვს მნიშვნელობა ფერს ენას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველა გამოდის კანადელიო და ყველა ლაპარაკობს ლამაზად ინგლისურად და ყველა ემორჩილება კანონს ეს დაიმახსოვრე 2008 წელი არის გავიდა იმის მერე 15 წელი ჩვენ კიდევ ვისაუბრეთ 15 წლის შემდგომ და აღმოჩნდა რომ ამ ადამიანმა შეცვალა თავისი აზროვნება თქვა რომ ჩვენ დაუშვით ძალიან დიდი შეცდომა რომ წარმოიდგინე რომ აიღე ქვაბი ცხელი წყლით ხო იქ ცოტ-ცოტა ცივი წყალი რო ჩაასხა ის წყალი არ გაცივდება მაგრამ თუ ადექიდან ნახევარი ჩაასხი ცივი წყალი ის წყალი რა თქმა უნდა განელდება და გაცივდება იგივე ხდება იმიგრაციაში და თვითონ ის მარკი იძახის რომ 15 წლის შემდგომ შევხვდით ისე რომ კიდევ ერთ სხვა სამსახურში ერთად მუშაობდით. ჩვენ შეცდომა დავუშვით კანადაში რომ შემოუშვით ამდენი რაოდენობით იმიგრანტი, რადგანაც მოხდა გაზავება იმ დონით რომ მალე კანადელები აღარ იქნებიან. ძირძველი კანადელები, რომლებიც იყვნენ შოტლანდიელები, ირლანდიელები, ამერიკიდან გადმოსულები ხალხი რა ეს. ხო, აღარ იქნებიან ის ხალხი ფიზიკურად. დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ტორონტოში მეგაპოლიში 8 მილიონი კაცია იძახიან რომ 70% იქნებიან აზიელები.
ჩინელები, ინდუსები და კიდევ სხვა ესე ვთქვათ ერის წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არანაირ არც ერთ ეროვნებასთან არ გამაჩნია. ჩვენთან მომაურო რა იგივე ხდება აქ. წარმოიდგინეთ კანადაში, სადაც 32 მილიონიდან 42-ზე რო ავიდნენ, უკვე დიდი პრობლემა არის იმისა, რომ ეს ხალხი, როგორც მარკმა აღნიშნა, ის ზავდება და ხდება კანადელი, სინამდვილეში არ ხდება ის კანადელი. ის არ სწავლობს ინგლისურს, არ სწავლობს კანონს, აღღვევს კანონს, შემდგომში თავის რაღაცებს აკეთებს და თავის კულტურას მოგახვევს თან რა თქმა უნდა, ახლა ტორონტოში შეიქმნა უკვე ისეთი ადგილები, მაგალითად მარკხემი არის ჩინური და ჩინელებმა იქ ინგლისური საუბარი არ იციან, ბრამპტონი არის ინდუსების და პაკისტანელების ადგილი, მადლობა ღმერთს იმათ ბავშვობიდანვე აქვთ ინგლისურის ცოდნა, მაგრამ იმდენად უცხოურია, რომ ძნელია მათი გაგება. და არის კიდევ ესეთი უბნები, რომლებიც ესე ვთქვათ კულტურა შიგნით თვითყოფადი კულტურა გახდა და არანაირად არ ხდებიან კანადელები. ეს რას კარნახობს ჩვენ, რომ ქვეყანაში, რომელიც ზუსტად 10 ჯერ დიდი იყო, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს. 10 წლის განმავლობაში, 15 წლის განმავლობაში შეექმნათ იმდენი პრობლემა, რომ დღევანდელ დღეს იკარგება კანადური ნაცია. ის ნაცია, რაც არის 200 წლის ისტორია. და ჩვენ, როდესაც ჩვენ გავხსნით ყველანაირად უდიდესი რაოდენობით და უდიდესი სისწრაფით შემოდიან უცხო ტომელები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს არავისთან, მაგრამ ჩვენ ნაციას ისინი მალე აჯობებენ და ჩვენ ვიქნებით უმცირესობაში. უმცირესობა ნიშნავს, რომ შენ აღარ მრავლდები და დღევანდელ დღეს საქართველოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა გამრავლების. მე თუ ნახეთ რამდენიმე დღის წინ დავდე ეს ევროპის დემოგრაფიის პრობლემა, რაც შეეხება საქართველოს და ყველაზე პირველი -31%-ში არის მოლდოვა და შემდგომ არის საქართველო. მაგრამ იცი რას მეაქცია ყურადღება, ის -30% არის საერთო მოსახლეობიდან. და საერთო მოსახლეობაში იგულისხმება ასევე უცხოური მოსახლეობა, არა ქართული მოსახლეობა, არა მარტო მოქალაქე, მუდმივად მაცხოვრებელიც კი. და ჩვენ ის 30% დავკარგეთ არა მარტო ქართველობიდან, არამედ საერთო ჯამიდან და უფრო მეტი პროცენტი დავკარგეთ ჩვენ ქართველობიდან. მე არაოფიციალური მონაცემებით, როგორც მითხრეს, დაახლოებით 1.800.000 ქართველი არის, 1.800.000 ქართველი არის დარჩენილი საქართველოში. შეიძლება ვცდები, შეიძლება ტყუი ვარ, მაგრამ იმდენად ჭარბობს უკვე შემოსული იმიგრაცია, რომ ჩვენ გვაქვს შემდგომ 10 წელში, მე შემიძლია ჩვეულებრივად დაგიხადოთ გრაფიკი, შემდგომ 10 წელში თუ იგივე ტენდენცია გაგრძელდა, საქართველო იქნება ძალიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ქართული ენა შეიძლება აღარ ესაუბროს ადამიანმა. შემდგომ 10 წელში. დიახ და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ახლა აი საქართველოში აი რას ურჩევთ ქართველებს და როგორი მდგომარეობა თქვენი თვალთახედვით აი სხვაგან ხო ცხოვრობთ აი რო ჩამოხვით ხა რა აი სულიერების ხრო რაღაცა იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს აქაური სულიერი მდგომარეობა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ძალიან წინ არის ჩვენი ეკლესია და ძალიან მაგრა ვართ იმიტომ რომ ჯერ წარმოიდგინეთ თქვენ რა ქვეყანაზე საუბრობთ რამხილაზე გაწუდა ჩვენი ეკლესია რომ კანადაშიც კი ყავს სასულიერო პირი ხო ქართველი 5 წუთი დარჩა მამა ბოლო სამწუხარო ჩვენდა და თუ შეიძლება მომავრო აი თქვენი ხედვით აი ამ საქართველოსზე რა სიტყვით დღევანდელზე სულიერ მდგომარეობაში ესე იგივე და სულიერი მდგომარეობა მადლობა ღმერთს გვაქვს თავის დონეზე დაყენებული, მაგრამ პრობლემა გვაქვს ჩვენ ისევ მოსახლეობასთან, მოსახლეობის გადინებასთან. მე ყოველთვის ვეუბნები ქართველებს, მეტყვით ჩვენ მრევლში, რომ დღევანდელ დღეს საქართველოს რო გადარჩეს, მინიმუმ 4 შვილი უნდა იყოს ოჯახში. და სულიერება არა მარტო ლოცვა და მარხვა არის, არამედ მუშაობა, შრომა და არ გაქცევა იმ ქვეყნიდან, რომლიდანაც ხალხი ძალით გაყავდათ. და არ უნდათ ხალხს არც თურქეთში წასვლა, არც რუსეთში, არც ირანში. არ უნდათ და დღეს კიდევ ჩვენინებით გავედინებით, მატარებლებით, გემებით, ავტობუსებით გავდივართ, რომ არ დავრჩეთ და არ შევეჭიდოთ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს ჩვენ დღეს ამ ქვეყანაში. ყველა ქვეყანაში არის უზარმაზარი პრობლემები.
აიღეთ ისრაელი აიღეთ, სირიაში რა ხდება, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნები აიღეთ. ყველგან არის თავისი პრობლემა, მაგრამ როგორც ებრაელი ხალხი ჩამოვიდა და დასახლდა უდაბნოში. ჩვენ ეგ პრობლემა არ აქვს. ჩვენ სახლები მაინც გვაქვს და იმათ არაფერი არ ქონდათ და იმათ გარშემო ყავდათ მუსულმანები, რომლებიც იმათ პირდაპირ ემტერებოდნენ და კლავდნენ იმათ. და დასახლდნენ, ააშენეს თავისი სახელმწიფო და დღეს არის თითქმის მეორე-მესამე სახელმწიფო უშიშროებით და თავისი ძალით და თავისი, ესე ვთქვათ, სიტყვის პრიორიტეტით. იგივე უნდა მოხდეს საქართველოს. ჩვენ უნდა დავინახოთ მატერიალურის მიღმა, რა არის ჩვენი სულიერება, რა არის ჩვენი დანიშნულება, ქართველების დანიშნულება. ქართველების დანიშნულება არის დიდგორში რის გამოც დაიღუპნენ ის ახალგაზრდები ნებისმიერ ომში, ნებისმიერ განსაცდელში, ნებისმიერ, ესე ვთქვათ, ჭირვარამში ადამიანები ძდებდნენ თავის თავს საქართველოს. აი ეს არის მთავარი პრიორიტეტი. და ოჯახში უნდა იყოს მინიმუმ 4 შვილი და უნდა იცოდნენ, რომ ქართული ენა ჩვენი მამული და ღმერთი განუშორებელია ერთმანეთისაგან. ამის გარეშე ჩვენ ქართველები არ ვიქნებით. ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, ჩვენ მამულსაც და ჩვენ ქვეყანასაც. ძალიან დიდი მადლობა მომავალ ესეთი ლამაზი საუბრისათვის. სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა, მაგრამ შემდეგში აუცილებლად თუ ჩამოვძანდებით, კიდე გვეწვიეთ, მამა. თუ აქამდე კიდე იქნებით, კიდე დიდი სიამოვნებით დაგითმოთ ნებისმიერ ეთერს. სამწუხაროდ ჩვენ და აი რაღაცეთ იმდენი მაქვს კიდე შესაკითხი თქვენთან და მოვიკითხა ყველა იმ ადამიანს, მამა, ვინც ქართულ ეკლესიას ესე გვერდში უდგას, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ რაღაცა ეკლესია ვიყიდეთ გვერდზე, შენობა ვიყიდეთ, რომ ქართული სკოლა გავხსნათ რაღაცა და რაღაცეთ გაგაძლიეროთ, ღმერთმა დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ხართ, მამა, ჩვენი რაღაცა მადლობა თქვენ. ჩვენი ელჩი იმ ქვეყნად და ძალიან ბევრს აკეთებენ ის მამები, ვინც ხართ იქ, მამა, ჯერ იმდენი ვიცი, რომ ადამიანი ემიგრაციაში ზოგს ტკივილს იზიარებენ, გარდაცვლილებს გადმოსვენებაში ეხმარებიან, მერე წესუგებენ, პატრონობენ და ასე შემდეგ. აი ამიტომ არ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ეკლესიას, იმიტომ რომ აი ჩვენი ეკლესია ყველაფერი შეიძლება დაიშალოს, ყველაფერი დავკაროთ რაღაცა, მაგრამ აი ეკლესია რჩება. აი ეს იცოდეთ, აი ნებისმიერ წარმოგიდგენთ, ხა აფხაზეთი შეიძლება დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი ეკლესია იქ დარჩა. იგივე სამაჩაბლოდ ოკუპირებულია, დარჩა იქ ეკლესია. აი ეკლესიას რაღაცა რომ გადაეციმა, რაღაც ამას კი უნდა ებრძოლოთ. უნდა გიხაროთ, იმიტომ რომ ერთადერთი მიწა, რაც შენარჩუნდება საქართველოში, ეს იქნება ის მიწა, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა. ვინც ეკლესიას ებძვის, აი მამა თომას ებძვის კანადაში, რომელიც წვალობს და ამდენ ემიგრანტს გვერდში უდგას. აი ეს იცოდეთ ყოველთვის და აუცილებლად ვისაც გეცოდინება ჩვენ ეკლესიას იმდენი მღვდელი ყავს. საზღვრებს გარეთ ჩვენ ემიგრანტებთან გაშვებული, რომ მაგდენი თანამდებობის პირი და ელჩი სახელმწიფოს არ ყავს, წარმოიდგინეთ, ეგ იცოდეთ რა, ბევრ სახელმწიფოს არ ყავს თან. რა კარგად ზანდებოდეთ დროებით, ბედნიერებას გისურვებთ და მამაო ძალიან დიდი მადლობა დაგვით. თუ შეიძლება იქ 30 წამით, დიახ, აი თუ ალბათ დაგვითმო. დიახ, თუ დაგვითმობენ მაგეთერს, მე მინდოდა მე თქვა იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ტორონტოში, ვინც არის კანადაში. მე მინდა ყველას მოუწოდო. ბევრი ხალხი ვერათ ვიცნობიერებს, რომ ეკლესია არის ტორონტოში. ეს ხალხი პატრონობს ამ იმიგრანტებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი ეკლესია გვაქვს ცეკვის და სიმღერის ანსამბლი ივერიონი და 70 ბავშვია და საკვირაო სკოლა გვაქვს, სადაც ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას. ამის თქმა მინდოდა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიიყვანეთ იქ ბავშვები, ასწავლეთ, აცეკვეთ, ამღერეთ, ფანდურზე დააკვრეინეთ და ალოცეთ. და ილოცონ ბავშვებმა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მაყურებელს და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ძალიან დიდი მადლობა, მამაო, პირიქით რომ ხართ და ესე მიხარია, რომ ესეთი მოძღვრები. იქ ყევხართ ხალხს უკვე იმ ხალხზე აღარ დავდობ ხოლმე იმდენად, იმიტომ რომ ვიცი რომ აი თავს შეაკლავთ მათ გამო და მადლობა დიდი, ვიცი არაერთი სიკეთე გაგიკეთებიათ. მე უფე საბას ძალიან დიდი მადლობა და იმ სასულიერო პირას, ვინც იქ მოღვაწეობთ. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ, ბედნიერებას გისურვებთ. აუცილებლად ეს გადაცემა კიდე განმეორდება კვირას და მე დაგიბრუნდებით სამშაბათს საღამოს აუცილებლად დროებით ყველა ემიგრანტს გულით მოგიგიხავთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით.